Короче, რაც ორ და სამშაბათს დააკლო მარკეტმა დღეს ამოინაზღაურა ყველაფერი რა. მაღლაც წავიდე და დავლეთ ჩამოვიდე. მოკლედ მარტივად რომ აგიხსნათ აქ რა მოხდა, all time high გასვლა მარკეტმა და SMT გააკეთა IS-თან. ნუ ზოგადად როდესაც all time high-ს სვიპავს ხოლმე, მაგდროს ისტორიულად რა ვიღოთ, ძირითადად retest-ს იკეთებს ისევ იმ high-ზე და მიდის მერე მაღლა და აგრძელებს მაღლა მოძრაობას. და მაინც არის კონსტანტ მაღალ ალბათობიანი დღევანდელი დღე. უბრალოდ confirmation-ები საკმაოდ კარგად დაემთხვა ერთმანეთს და აქედან გამომდინარე აი ტრეიდიც გამოვიდა რა. ერთი სიტყვით, პირველი რაც შეგვეძლო შეგვემჩნია იყო liquidity swap-ი და მერე SMT-თან. აქედან ერთ წუთიანზე თუ გადავალთ, აქაც დავინახოთ, რომ პატარა time frame-ზე გვაქვს SMT გაკეთებული. მაგას პლუს gap-ი დაგვიინერჟია ნანასდექმა და სტრუქტურა შეიცვალა. სტრუქტურის ცვლილებაზე მქონდა entry და აი ამ ადგილას მქონდა seller-ებისთვის წინა fake out-ი, საიდანაც ბევრი შევიდა short-ში, იმიტომ რომ სტრუქტურა შეიცვალა აქ. და აქედან ბევრი შევიდა short-ში და fake out-ა გაშუპა liquidity თან PO3 და ემთხვა აქ. ძალიან მაგრა დაჯდა ყველაფერი ერთმანეთზე. აქ მე ეს gap-ი რო დაინვერჟენა, აქედან უკვე ძალიან ნარწმუნებული ვიყავი, რომ ჩამორიცხავდა ყველაფერს და მინიმუმ 50%-ში მაინც ჩამოვიდოდა. აქედან გამომდინარე, პირველი take profit-ი იყო 50%-ში, მარკეტის დისკაუნტი შემდეგ იყო 60%-ზე და საბოლოო take profit-ი იყო უკვე ამ low-ზე. მოკლედ სულ ეს იყო დღეისთვის, თუ გინდა რომ დეტალურად გავიარო ეს ყველაფერი აქ რაც გამოვიყენეთ თვითონ კონცეპტები და მოკლედ რო ვთქვათ ტრეიდის განხილვა გავაკეთო თავიდან ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში და თუ საკმარისი დაინტერესება იყო ამ ტრეიდის დეტალურ განხილვას ჩავიწერე. რაც თავარია შემოდი Discord-ზე, რომ ეს ყველაფერი ასაც აქ ხედავ, რასაც მე ვიყენებ, გასწავლო და მაღალ დონეს მიაღწიო ტრეიდინგში.